საკრებულოს ხდომაზე მერის ანგარიშის მოსმენამ ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძე შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა ხდომის მიმდინარეობის რამდენჯერმე შეჩერების მიზეზი გახდა. დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ბატონ ირაკლის, ესე იგი, რა კრიტიკაც არ უნდა უთხრა, ხო? მას გონია, რომ ეს პირადულია, ის ყველაფერი, რაც ხდება ქალაქში, არის მისი მერობის დროს ჩადენილი და გაჩერებული და გაფლანგული ეს თანხები და კრიტიკას, როდესაც ეუბნები მას გონია, რომ ეს პირადულია და ამ ყველაფერს მოყვა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს უბრალოდ არის მატყუარა, ჭორიკანა, უნიათო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ქალაქში უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. მათ მმართველი გუნდი არაპროფესიონალიზმში და კორუფციაში დაადანაშაულეს. რაც შეეხება ქალაქ ფოთის მერის ანგარიშს, წლიურ ანგარიშს, ბატონი გოჩა კურდღელიას ანგარიშს, რა თქმა უნდა, ეს არის უარყოფითი, არადამაკმაყოფილებელი. სამწუხაროდ ის დღეს მას როდესაც მოусმინეთ, ის ცხოვრობს სულ სხვა რეალობაში, სულ სხვა ფოთში ცხოვრობს, ის უხარისხო შენობა, ნაგებობები, ის გაჩერებული პროექტები, ის გაფლანგული საბიუჯეტო თანხები, ის სასამართლო დავები, რომელიც ჩვენს ქალაქს აქვს, ამათ ხელში ის თურმე არაფერია, ის ნორმალურია, ის ჩვეულებრივია, უამრავი სამომავლო გეგმები დაგვისახა, ჩამოგვითვალა, როდესაც დღევანდელი რაც არის გასაკეთებელი, ის არის დაუსრულებელი და კორუფციაშია მთელი ქალაქი და დაახასიათა ყველაფერი, დაარქვა, რომ ყველაფერი კარგათაო და რა პრობლემაო. აი ასე ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, დაახასიათა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ფოთელები უფრო უკეთ შეაფასებენ მის ანგარიშს, მის ნამოღვაწარს. საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ქალაქის მერმა კი ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მინდა გითხრათ, ეს სავსებით არარეალური და არასწორი შეფასება, ისინი პირად ამბიციებზე და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ამბობენ ამ სიტუაციას, არა სამართლიან ფაქტებზე, არა მოხდარ გარემოებთან დაკავშირებით. პირიქით ქალაქში ყველა სამუშაო, რომელიც მიმდინარეობს, კონტროლდება მაქსიმალურად, ჩართულია რამოდენიმე ორგანიზაცია მის კონტროლში და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შესრულებული სამუშაოები იყოს პროექტის და წარმოქმნილი დოკუმენტაციის შესაბამისი.